თავისი წიგნიდან ელემენტები განმარტებების ახსნის შემდეგ ევკლიდემ განაგრძო რამდენიმე აქსიომის ახსნა, რაც გეომეტრიის უკეთ გაგებაში დაეხმარებოდა. შეიძლება იკითხოთ, რა არის აქსიომები. აქსიომის ზოგადი მნიშვნელობა არის დებულება, რომელიც უნივერსალურად მართალია და არ საჭიროებს დამტკიცებას. მაგალითად, ყველამ ვიცით, რომ ადამიანების უმეტესობას ერთი ტვინი აქვს. ჩვენ უბრალოდ ვიცით, რომ ეს სიმართლეა და უნდა მივიღოთ. ანალოგიურად ევკლიდე ვარაუდობდა, რომ ზოგიერთი თვისება ჭეშმარიტი იყო და დამტკიცება არ სჭირდებოდა. მან ამ ჭეშმარიტებებს აქსიომები უწოდა. ეს აქსიომები არ შემოიფარგლება მხოლოდ გეომეტრიით და შეიძლება გამოყენებულ იქნას მთელ მათემატიკაში. ისინი დაგვეხმარებიან რთული გეომეტრიის დამტკიცებასა და გაგებაში, მომავალ გაკვეთილებზე. ამ გაკვეთილზე მის ზოგიერთ აქსიომას შევისწავლით. პირველი აქსიომა, რომ ერთი და იგივე ნივთის ტოლი საგნები ერთმანეთის ტოლია. რას ნიშნავს ეს? მოდით მაგალითით გავიგოთ. დაუშვათ, ბობი და რობი მაღაზიაში მიდიან და ორივეს 5 რუპია აქვს. ბობი კალამს ყიდულობს და იმავე ფასად რობი 2 კანფეტს ყიდულობს. ეს ნიშნავს, რომ ერთი კალმის ღირებულება 2 კანფეტის ღირებულების ტოლია. ამგვარად, თუ მოგვიანებით რობი მოისურვებს თავისი კანფეტების ბობის კალმში გაცვლას, მას ბობისთვის 2 კანფეტი მოუწევს მისცეს. ეს ნიშნავს, რომ ერთი კალმის ღირებულება 2 კანფეტის ღირებულების ტოლია. მათემატიკური გაგებით, თუ სიდიდე უდრის და უდრის, მაშინ უდრის. მეორე აქსიომა ამბობს, რომ თუ ტოლებს ვუმატებთ ტოლებს, მაშინ მთელები ტოლები არიან. ამ აქსიომის უფრო მარტივად გასაგებად, წარმოიდგინეთ, რომ 5 რუპიის სანაცვლოდ 2 კანფეტს იღებთ, ხოლო 7 რუპიის სანაცვლოდ 1 კალამს. ასე რომ, თუ მათ ერთმანეთს შეკრებთ, ნახავთ, რომ სულ 12 რუპიის სანაცვლოდ მიიღებთ 2 კანფეტს და 1 კალამს. მათემატიკური გაგებით ვთქვათ, რაოდენობა უდრის, ხოლო რაოდენობა უდრის. მაშინ პლუს ტოლი იქნება პლუს. მესამე აქსიომა ამბობს, რომ თუ ტოლებს აკლდებათ ტოლები, მაშინ ნაშთები ტოლია.